გამარჯობა. მოგეხსენებათ, 1 თებერვლიდან ახალი დადგენილება შევიდა ძალაში ცივი იარაღის კანონთან დაკავშირებით და ბევრს აინტერესებს თუ რა კანონი არის, როგორ იმუშავებს, რა იკრძალა, რა არ აიკრძალა, რომ კანონმორჩილმა მოქალაქეებმა შეეძლოთ მისი დაცვა და კანონთან რომ არ ქონდეს პრობლემა და არ დაუჯარიმდეთ. დანების მოყოლებშიც ემოციები მოყვა ამ ახალ დადგენილებას, გეტყვით, რომ თითქმის არაფერი არ შეცვლა დანების მოყოლებისათვის, როგორც აქამდე იყო დანები აკრძალული და კონტროლდებოდა, იგივენაირად არის ახლაც ერთადერთი პარამეტრი ჩაიწერა 40 მმ, რომელიც არაფრის მომცემი არ არის, 40 მმ არის, აი მაგხელა დანები თითქმის არ მეგულება პირადად მე. დანარჩენი ახლა კანონში ერთ-ერთი ჩაიწერა პუნქტი ცული. ხო და გარკვევის საშუალება ერთადერთი არის, რომ სამხარაულში დავტოვოთ და თანხა გადავიხადოთ და პასუხს დაველოდოთ ხოლმე და ესე ნელ-ნელა გავარკვევთ და გაგიზიარებთ ამ გამოცდილებას. აი ესეთი ცული გქონდა დატოვებული სამხარაულში და ახალი დადგენილების მიხედვით გვაინტერესებდა არის თუ არა ცივი იარაღი. ჩაუტარეს ექსპერტიზა ამ კონკრეტულ ცულს და დაადგინეს, რომ წარმოდგენილი ტიპიური ქარხნული წესით დამზადებული ნაჯახი იარაღის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით და საქართველოს მთავრობის 26 წლის 30 იანვრის 38 დადგენილების მიხედვით მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. შესაბამისად, ცული ცივ იარაღი არის ჩვენს პრაქტიკას გაგიზიარებთ დანების მოყოლებისას, რომ ცივ იარაღებს საბარგულიდანაც ბოლო პერიოდია მასიურად იღებენ. შესაბამისად, იგივე რეგულაცია გავრცელდება ცულზეც და საბარგულშიც კანონ დარღვევა არის, ესე შეიძლება ჩაითვალოს. დანარჩენი მოგეხსენებათ, როგორც გითხარით, რომ ვარკვევთ ნელ-ნელა სამეურნეო ინსტრუმენტებში რა განეკუთვნება ცივ იარაღს, რა არ განეკუთვნება. შემდეგი ხელეჩოს მივიტან, გავარკვევთ ხელეჩო არის თუ არა ცივ იარაღი და წალდის მიტანასაც ვაპირებთ ხელეჩოს შემდეგ და კიდევ ერთი დოკუმენტი არის, აი ეს მივთი მაგალითად მაკრატელი არის მკერავების, რომელიც შარშან იყო გადაგზავნილი და ამაზე დაიწერა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მაკრატელი დამზადებულია ქარხნული წესით, არის სამეურნეო საოჯახო საყოფაცხოვრებო დანიშნულებით და არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. პოლიციამ ჩათვალა, რომ ცივ იარაღი შეიძლება ყოფილიყო ეს და გადააგზავნეს ექსპერტიზაზე, დაალუქეს და ესეთი დასკვნა მოვიდა შემდეგ. მაგის მერე მაგასთან ერთად ესეთი რაღაცა იყო, წამით აი ესეთი კბილის ჭხირი არის, პატარა კბილის ჭხირი შეიძლება ცივი იარაღი ყოფილიყო, ესეც დაილოქა და გადააგზავნა ექსპერტიზაზე პოლიციამ და ამაზე წერია, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ლითონის საგანი დამზადებულია ქარხნული წესით, არის სამეურნეო საოჯახო საყოფაცხოვრებო დანიშნულების, წარმოადგენს კბილის ჭხირს და არ მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. თუმცა სამწუხაროდ ეს ახალი დადგენილებამდე არის დაწერილი დასკვნა, მანამდე ამ დროს ცულიც არ იყო ცივ იარაღი. შესაბამისად, კბილის ჭხირზე და ამ მაკრატელზეც ხელახლა მოგვიწევს ექსპერტიზის ჩატარება არის თუ არა ცივ იარაღი. კი ბატონო. და დანარჩენი კიდევ აი ესეთი დანის მიტანასაც ვაპირებთ, მოგეხსენებათ 4 სანტიმეტრი წერია კანონში და ეს 4 სანტიმეტრზე ბევრად მეტი არის. დიდი ზომის დანა არის 1 წამით. აი გაგიზიარებთ 4 სანტიმეტრი არის ეს და ბევრად დიდი არის ეს 4 სანტიმეტრზე და ამასაც გავარკვევთ მოკლედ ცივ იარაღი არის თუ არა და გაგიზიარებთ მაგ გამოცდილებასაც. დანარჩენი თქვენს დააკომენტარებთ თქვენი გამოცდილება, გაგვიზიარებთ, რაცა მოქალაქეებმა შეეძლოთ, რომ თქვათ კანონთან პრობლემა არ ქონდეს და არ დავჯარიმდეთ. მოგეხსენებათ განმეორებით შემთხვევაზე სისხლის სამართალი არის და მოკლედ რომ ვიფრთხილოთ. კეთილი, მადლობა ყურადღებისათვის და თქვენს დაწერეთ თქვენი გამოცდილება. ნელ-ნელა რასაც გავარკვევთ, მაგასაც გაგიზიარებთ თქვენ ნელ-ნელა.